საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებსა და სისხლის სამართლებრივ მექანიზმებს იყენებს. სწორედ ასეთ შეფასებას შეიცავს Human Rights Watch-ის საბოლოო ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ახალი კანონები უცხოურ დაფინანსებას, სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელი აგენტის სტატუსის მინიჭების საფრთხეს უქმნის, ხოლო აქტივისტებს მაღალი ჯარიმებითა და პატიმრობით ემუქრება. ორგანიზაცია ხელისუფლებას ამცვლელებების გაუქმებისა და დამოუკიდებელი სექტორის საქმიანობაში ჩაურებლობისკენ მოუწოდებს. Human Rights Watch-ი საერთაშორისო პარტნიორებსაც სანქციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მათივე შეფასებით დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის უსაფრთხო მუშაობა სულ უფრო მეტად რთულდება. აღნიშნულ ანგარიშს ცოტნე შაურშაძე გაეცნო და თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ცოტნე გისმენთ. Human Rights Watch-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად 2024 წლის შემდეგ მიღებული კანონების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობაზე მოქმედებს როგორც რეპრესიულად, მათი განცხადებით კანონები ემსახურება იმას, რომ შესუსტეს საქართველოში ეგრეთ წოდებული მესამე სექტორი, ასევე შესუსტეს სამოქალაქო საზოგადოება, შეეზღუდოს დამოუკიდებელ მედია საქმიანობა და როგორც ისინი აცხადებენ, ეს ყველაფერი სახელმწიფოს აქცევს მეტად ანტიდემოკრატიულს. საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს დაფინანსების შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს. საქართველოში ახალი კანონები პრაქტიკულად ყველა უცხოურ დაფინანსებას მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ აქცევს. სტიგმატიზებულ უცხოელი აგენტის იარლიყებს აწესებს, ასევე აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. მთავრობამ დამოუკიდებელ ჯგუფებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გაუმართლებელი ჩარევისგან დამოუკიდებლად იმოქმედონ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ რეპრესიების გამო საფასურის გაზრდით, მათ შორის სანქციების მეშვეობით და დამოუკიდებელი ჯგუფების მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. საქართველოს მთავრობის მიზანი იყო კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის აქტიური დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება. ის შემაშფოთებელ პროგრესს აღწევს. მთავრობა ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ჯგუფებს არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ თემების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი ესაჭიროება და მათზე დამოკიდებული არიან. აღნიშნულ ანგარიშს უკვე მოყვა ოპოზიციის მხრიდან შეფასებები, როგორც ისინი აცხადებენ, უკვე მე რამდენი შემთხვევაა, რომ საქართველოს მისამართის მომზადებული ანგარიშები თუ შეფასებები, რეზოლუციები საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობს, როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ოცნების პირობებში ძნელია საუბარი რაიმე დადებითან მიმართებაში და ისინი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა არის ის, რომ საქართველოს შესახებ საუბრობენ უცხო სახელმწიფოები ორგანიზაციები და არა ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები ცდილობენ შეამცირონ საქართველოში უცხოური დაფინანსების მქონე სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლების ფუნქციონირება. Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა ქართული ოცნების პოლიტიკურ საზაფლაოზე, სადაც შევგონახეთ ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, EUTHO-ს, მოსკოვის მექანიზმის და კიდევ რომელი მექანიზმის თუ ინსტიტუტის არა დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა მოსპო და ეს არის სიტყვა, რომელსაც იყენებს ეს დასკვნა, მიზანმიმართულად მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგანაც მისი მიზანი არის ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. ნათლად უსვამს ხაზს, რომ ოცნება დღეს ქვეყანაში ქმნის გარემოს, სადაც არც დემოკრატია, არც განსხვავებული აზრი, არც ადამიანების გასაჭირი პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის აღარ არის. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი ტიპის ანგარიშები ოცნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ოცნებას არ გადაუდგამს წლების განმავლობაში ნაბიჯები, რომელიც გააუმჯობესებდა საკუთარი მოქალაქეების მდგომარეობას უკეთესობისკენ, არათუ არ გადაუდგამს პირიქით საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, განსხვავებულ აზრს ან ციხეში უშვებს, ან ქვეყნიდან უშვებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნათელი შუქი ამ ქვეყანაში ჩააქროს.
აღარ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ქართული ოცნების ქმედებებს არ აკრიტიკებდეს. ყოველდღიურად საერთაშორისო დონეზე დასტურდება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც რეპუტაციულად. საქართველოში არსებული ვითარება გასცა საქართველოს საზღვრებს გარეთ და უკვე გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მის დღის წესრიგში დგას. ეს არის არა სუვერენიტეტის დაცვა, როგორც ამას გვიმტკიცებენ, არამედ ეს არის სუვერენიტეტის მითვისება ერთი პარტიის მიერ და მინდა შევახსენო ყველას, რომ სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის და არა პარტიულ ბიუროკრატიას. დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, უფლებადამცველები, საარჩევნო დამკვირვებლები და დამოუკიდებელი ექსპერტები სახელმწიფოს მტრები არ არიან. Human Rights Watch-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს ის კანონები, რომელიც მიიღო 2024 წლის შემდეგ და ის ემსახურება სამოქალაქო სექტორის შემსუსტებას, ასევე ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორის თავისუფალი საქმიანობის გაგრძელებას, ასევე მედიის მიმართულებით მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ასევე ის მოუწოდებს სახელმწიფოებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ მათ იზრუნონ იმაზე, რომ ერთგვარად ზეწოლა მოახდინონ იმ პირებზე, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიმღებია, შესაბამისად ისინი გარკვეულწილად ირიბად ითხოვენ სანქციების დაწესებას.